საბჭოთა კავშირში, როდესაც ცხოვრობდი, პრინციპში მთელი ჩემი ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი მაქვს გატარებული საბჭოთა კავშირში. ეს შეგრძნება, რომ ჩვენ ვიყავით მონები, ჩვენ რაღაც დიდ ციხეში ვცხოვრობდით, თავიდან ბავშვობაში მე საერთოდ არ მქონდა. მაგრამ მახსენდება, რომ ეს შეგრძნება ნელ-ნელა მიყალიბდებოდა აი ნებისმიერი კონტაქტით ოჯახის წევრებთან, თქვა წიგნებთან. იცოდი რომ თუ ასე არ დავწერდი და აი ამ დიდ რაღაც კომუნისტური გაბწყინების კონტექსტში არ ჩავდებდი ამ ჩემს თქვათ ნებისმიერ ტექსტს ისე ის დღის სინათლეს ვერ იხილავდა. მე მახსენდება ჩემი მამა, ჩემი ბებია, ჩემი ბაბუა, ჩემი, რომლებიც ნუ სხვადასხვა ტიპები იყვნენ, მუდმივად მიმეორებდნენ, რომ ჩუ ძალიან საშიშია. არ განაცხადო არაფერზე პროტესტი. მუდმივად მიმეორებდნენ, რომ დაგვიჭერენ. აი მამაშენს დაიჭერენ, ჩვენ დაგვიჭერენ თუ შენ რაღაც ნეგატიურ მოსაზრებას გამოთქვამ თავრობაზე ან იმაზე, რომ არა გაქვს სიტყვის თავისუფლება. და ეს ნელ-ნელა ყალიბდებოდა ჩვენში როგორც ესეთი მოცემულობა, რომელშიც ცხოვრობდით და ამაზე დიდად არ ფიქრდებოდით.